მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. კალასი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რაც მოიცავს უვიზო რეჟიმის და ასოცირების შეთანხმების შეჩერებას და სანქციებს. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვება, განაცხადა კალასმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა. ცნობისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს ლევან გამყრელიძე იკავებდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას კი გიორგი ჩიქოვანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კი ალექსი ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. მარნეულში მოზარდის დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 19 წლის ბიჭი დააკავეს. უწყების განმარტებით დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ა. ბრალდებული სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანანივთ მტკიცება დაამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ექვე პუნქტით მიმდინარეობს. ნათქვამია ინფორმაციაში. ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც ინტერპრეს ნიუს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს საგამოძიებო მოქმედებები ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე ჩატარდა. კიდასტურებთ, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე კომპანიაში ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა გორში ნ.ვ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამო მის მეგობართან ერთად ვ.ას სახლთან მივიდა. რა დროსაც ამ უკანასკნელმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი და მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ნ.ვ.-ს თანმხლები პირი დაიჭრა. მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, ასევე ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით პირველ ეტაპზე ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება. სამუშაოების ფარგლებში არსებული შადრევნები და კასკასი აღდგება პირვანდელი ვიზუალით. დარჩება იგივე მასალა, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა. სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები. ჩატარდება აუზებისა და კასკასის ჰიდროიზოლაცია. დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტომბოები, განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება გაერო სტატისტიკის სამმართველოს და აზიისა და წყნარი ოკეანის სტატისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც შესაბამისი რეგიონის 16 ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ. მოხსენების და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა გოგიტა თოდრაძე ერთ-ერთ სესიასაც
ხელმისაწვდომიც უხელმძღვანელობს, რომლის მიზანია სტატისტიკის ეროვნული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ სწრაფად ცვალებად მონაცემთა ლანდშაფტს და ოფიციალურ სტატისტიკაზე მზარდ მოთხოვნებს. საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და უახლესი სტანდარტების შესწავლისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა ქვეყნის სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციას, მონაცემთა ეთიკისა და ხარისხის სტანდარტების დანერგოს ხელს უწყობს, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელდღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. მაღალი ტემპერატურის დროს მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ასევე მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. მოერიდეთ მაღალ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 7 საათამდე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანია მოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერსი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით ვულკანმა ამორქვება რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ქალაქ გრინდავიკის ახლოს დაიწყო. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურა საფრთხე არ ემუქრება. GPS-ის სიგნალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით მცირე მასშტაბის ამოფრქვევა იყო. ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში. პოლიციის განცხადებით ქალაქ გრინდავიკიდან და ცნობილი გეოთერმული კურორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ცნობისთვის, ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამორქვევის მე-12 შემთხვევაა. რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, რათა რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენებით ქვეყანა დაიმორჩილოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ისაუბრა გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქიმიური იარაღი სულ მცირე 9000 ჯერ გამოიყენა და ახლა კი მის გამოყენებას აძლიერებს. მაშინ როცა დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს სურს, რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება, რათა უკრაინას დანებდეს. მოგახსენებათ, ეს ნამდვილად აუტანელია, აღნიშნა კალასმა. რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და შაჰედისა და სხვა ტიპის 400 დრონით შეუტია. უკრაინელებმა 198 დრონი გაანადგურეს, 145 კი რადიოელექტრონული ომის საშუალებებით გაანეიტრალეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით 57 უპილოტო საფრენი აპარატის და 1 ბალისტიკური რაკეტის თავდასხმა დაფიქსირდა 12 ლოკაციაზე. შეტევის ძირითადი მიმართულებები იყო კრივი რიგი, ხარკოვი და ვინიცა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.